თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოიკითხა. ოქრუაშვილი სასამართლოში ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მივიდა. თავად ოქრუაშვილმა თქვა, რომ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს. მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა კი განმარტა, რომ ოქრუაშვილი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მაგისტრ მოსამართლესთან ერთად უნდა დაიკითხოს. ოქრუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა თავად ოქრუაშვილმა სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ითხოვა. პროკურატურამ გამოძიება 359 დაიწყო, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა. პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე გვერდდება. ბელა, გისმენთ. დიახ, ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა და კომენტარიც გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, პროკურორის შეკითხვები ძირითადად ეხებოდა მის Facebook პოსტებს, ასევე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას. მან განმარტა, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართვას ჰქონდა სამართლებრივი ხარვეზები, მისი განცხადებით ეს არ იყო კომისიის წევრების კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლოში გაასაჩივრებდა და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის წერილი კომისიის სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ გაასაჩივრებდა. გარდა იმისა, რომ ოქრუაშვილის განცხადებით სამართლებრივ პრობლემებს შეიცავდა კომისიაზე მისი გამოძახების საკითხი. ასევე მეორე საკითხზე გაამახვილა ყურადღება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, როგორც მან განაცხადა, პარლამენტი არის არალეგიტიმური, ასევე მისი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ცირკი უწოდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობას და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ არ უნდა იძიებდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებებს, მათ შორის ომის დანაშაულებებს, რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, კონვეირული სისტემით მიმდინარეობს პროცესი და ხაზარაძის საქმის შემდეგ მასაც აქვს მოლოდინი, რომ გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით ბრალს წაუყენებენ. თავი მეგონა საბავშვო ბაღში. რა სიტყვებით მოიხსენია მიხეილ ქარელი მაგალითად სოციალურ ქსელში. მეკუთვნის თუ არა კონკრეტულად რაღაც გვერდის სოციალში უშუალოდ მე. რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით და ანალოგიური არასერიოზული კითხვები. არანაირი ვალდებულება მე ეგრეთ წოდებული კომისიაში მონაწილეობის არ მქონია, იმიტომ რომ არ ჩამბარებია შესაბამის წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. საფელდეგერო სამსახურმა არ გამოგიგზავნა კომისიის გადაწყვეტილება და არაწერილი. წულუკიანის წერილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი საქმე გადაეგზავნა პროკურატურაში, ერთსულოვნად კენჭისყრით. ანალოგიურად უნდა დავებარებინე მეც. ეხლა რაც შეეხება არაიურიდიულ არგუმენტებს. ცირკში სიარული სასაკიდან დიდი ხანია გამოვედი. არანაირი კომისია არ არსებობს საპარლამენტო, ისევ როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი. ცირკი არის ის, რაც ხელისუფლებამ დადგა იქ. იმ ადამიანების ისტორია რომ ძიმე იყო, ხელისუფლებას ჰქონდა შესაბამისი დრო, ყოველგვარი ხანდაზმულობის ვადების გასვლის შემდეგ რო არ დაეწყო ეს ყველაფერი. გადაწყვეტილება რომ ჩამბარებოდა, მე მქონდა უფლება გამისაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება და შეიძლება გაეუქმებინა სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. რაც შეეხება პროკურატურაში, ბრალის წარდგენა იქნება თუ რაც იქნება, იმაზე გამოცხადდება. ელოდებით ბრალის წარდგენა. მე მგონი რომ ერთი კონვეირული საქმეა ყველასთან მიმართებაში და ანალოგიურად მოხდება ყველასთან. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გამოიძახა ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე, თუმცა ოქრუაშვილი არ გამოცხადდა, რის შემდეგაც დროებითმა კომისიამ პროკურატურას მიმართა 359 მუხლის საფუძველზე შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით და პროკურატურამ სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება. მადლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში ბელა ზაქაიძე საუბრობდა.